ნატოს პასუხი რუსეთს და ტრამპი ალიასკას ხაფანგში. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი. დღეს 12 სექტემბერია 2025 წელი. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1296 დღე გავიდა. თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში. და დღეს ვისაუბრებთ იმ თემებზე, რომელიც თავშივე დავაანონსებ. დავიწყოთ ტრადიციულად მადლობით ყველას, ვინც მიყურებს აქტიურობს კომენტარებში, ალაიქებს ვიდეოს, გამოწერილი აქვს არხი. თქვენ კი ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა უმორჩილოსად გთხოვთ, გამოიწვიოთ არხი, გაალაიქოთ ვიდეო, გააშეროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ასევე დონაციის სურვილებს შეგახსენებთ, რომ აღწერილობაში ანგარიშის ნომერი, სადაც ნებისმიერი თანხის დონაცია მნიშვნელოვანი იქნება. და დავიწყოთ პირდაპირ პოლონეთით, რუსეთის უპილოტოების შეფრენით, პოლონეთის შესაბამისად ნატოს საჰაერო სივრცეში და თავის მხრივ ნატოს პასუხით. ნატოს პასუხზე სანამ გადავალ, მოდით განვიხილოთ რა იყო რუსეთის მიზანი. პოლიტიკურ გზავნილებს და პოლიტიკურ მდგენელს რო თავი დავანებოთ და ტაქტიკურ საკითხებზე ვილაპარაკოთ. შეფრინდა გერბერი, ასეთი უპილოტო საფრენი აპარატები, რომელიც პირველადი ფუნქციით არ არის ასე ვთქვათ თავდასხმეთი უპილოტოები, თუმცა მაინც გარკვეული მოდიფიკაციის შედეგად ასეთ შეიძლება მოხდეს. მარშრუტებს რაც შეეხება, მათი ძირითადი ნაწილი ბელარუსის ტერიტორიიდან შეფრინდა, ნაწილი კი მეფრინავდა ლვივის მიმართულებით უკრაინა და შემდეგ შეიცვალა გეზი და წავიდა, ასე ვთქვათ, პოლონეთის მხარეს. როგორც ჩანს, ამ გაფრენით რუსებმა დატესტეს გზები, დერეფნები, როგორ შეიძლება მოხვდნენ პოლონეთის საჰაერო სივრცეში, შესაბამისად ნატოს საჰაერო სივრცეში, ასევე რომელი არის ყველაზე უსაფრთხო გზა, რომელი არის ყველაზე მოკლე გზა, რამდენი საწვავი ჭირდება, რა მოდიფიკაციის უპილოტოები ჭირდებათ იმისთვის, რომ მოახერხონ ამ სივრცის გარღვევა, რომელი არის ყველაზე მოწყვლადი წერტილები, საიდანაც შეიძლება გადაკვეთა უპილოტოებით საჰაერო სივრცის, სად შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი და სად შეიძლება ჩამოაგდონ. როგორც ჩანს, არსებული ასე ვთქვათ მარშრუტებით, რომელიც გავრცელდა, მთავარი სამიზნე იყო ქალაქი ჟეშოვი. ჟეშოვი არის ასე ვთქვათ პოლონეთის ქალაქი, რომელიც უშუალოდ საზღვარზე მდებარეობს უკრაინასთან. აქ არის დიდი აეროპორტი, ეს არის ერთგვარი ჰაბი, ლოჯისტიკური ჰაბი, სადაც ხდება ნატოს იმ შეიარაღების თავმოყრა, რომელიც შემდეგ იგზავნება უკრაინაში. იქ არის აეროპორტიც, გარდა ამისა, აქ არის სარკინიგზო კვანძი, საიდანაც შემდეგ ჟეშოვიდან მიდის ბრჟემიშლში მატარებელი და ბრჟემიშლიდან უკვე უშუალოდ საზღვარზე უკრაინასთან და ასე შედის ლვივში და შემდეგ დანარჩენ უკრაინაში. როგორც ჩანს, სწორედ ჟეშოვი იყო ერთ-ერთი მთავარი სამიზნე. ყოველ შემთხვევაში იტესტებოდა გზები ჟეშოვამდე, უმეტესობა ეს დრონების, რომელიც ჩამოგდებაც მოხერხდა სწორედ ჟეშოვის გარშემო, რამდენიმე ქალაქში იყო ჩამოგდებული, ძირითადად ჩრდილოეთ ნაწილში. და ისინი ძირითადად ჩამოაგდო, როგორც ასე ვთქვათ, პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ასევე ალიანსის ნატოს გამანადგურებლებმა, რომელიც პოლონეთში არიან ბაზირებულები. მოკლედ, ასეთი იყო, ასე ვთქვათ, შეჯამება. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ნატოს პასუხს, დაუყოვნებლივი რეაქცია საკმაოდ, ასე ვთქვათ, სუსტი იყო და უფრო არანორმატიული ლექსიკითაც კი წინა ეპიზოდში შევაფასე მათი მოქმედება. ამის შემდეგ თითქოს რაღაცა განცხადებები გაკეთდა, თქვენს რომ აქტიურად და ეფექტურად იმოქმედეს. საფრანგეთი აგზავნის დამატებით 3 რაფაელის ტიპის ავიაგამანადგურებელს, ასევე ბრიტანეთი აგზავნის რამდენიმეს, არ დავუკონკრეტებია Eurofighters. და ეს ყველაფერი იგზავნება იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, გაძლიერდეს პოლონეთის საჰაერო თავდაცვა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიდერლანდები პეტრიოტების ორ სისტემას გააგზავნის. უნდა ვთქვათ, რომ ეს რასაც ახლა ჩვენ ვისმენთ, კი კარგია, რა თქმა უნდა, თუმცა უპილოტოების წინააღმდეგ ასეთი ძვირი შეიარაღების გამოყენება საკმაოდ არარელევანტური არის. ალბათ უფრო აჯობებდა პოლონეთისთვის გადაეცა სხვადასხვა ტიპის, ასე ვთქვათ, საზეიმტო საშუალებები, რომელიც უფრო იაფი არის და უფრო ეფექტური არის დრონების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის, რომ რაღაცა რამდენიმე მილიონიანი რაკეტის გასროლა, თუნდაც შეჰიდის წინააღმდეგ არაადეკვატურია და არანაირი სამხედრო ბიუჯეტი ამას არ ეყოფა, მით უმეტეს, როდესაც ახლა თუ საუბარი იყო, რომ დაახლოებით 20-მდე შეფრინდა, ჩვენ ვიცით უკრაინის მაგალითი, სადაც რაღაცა თითქმის 1000 აღწევს ხოლმე უპილოტოების რაოდენობა, მართალია ეგ სხვადასხვა მოდიფიკაციის არის, მაგრამ მაინც მოკლედ ნატოს პასუხი ასეთი იყო. პოლონეთმა თავის მხრივ ჩვენ ვიცით, რომ მეოთხე
ჩაყარა და მეხუთე მუხლის ამოქმედება მოითხოვა. ზოგადად მოდი ვისაუბროთ რა არის ნატოს მეოთხე და მეხუთე მუხლები და სხვაობა. მეოთხე მუხლი გულისხმობს ემოციურობას, როდესაც ქვეყანა მიიჩნევს ნატოს წევრი, რომ მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს საფრთხე ექმნება და იწვევს საბჭოს, თუმცა ეს აუცილებელ სამხედრო ჩარევას არ გულისხმობს, ხოლო აი მეხუთე უკვე გულისხმობს თავის მხრივ სამხედრო ჩარევას, თუმცა ნატო არ ჩქარობს შეაფასოს ეს როგორც თავდასხმა ნატოს წევრ ქვეყანაზე, მაშინ ისმის ლოგიკურია, ძალიან ბუნებრივი კითხვა, მაშინ რაღა არის თავდასხმა. მე მესმის, რომ უპილოტო თვითმფრინავები, უპილოტო საფრენი აპარატები უბრალოდ არ ნიშნავს რაღაცა სამხედრო ჩექმას, მოწინააღმდეგე სამხედრო ჩექმას შენს მიწაზე, არც თქვათ ის ეფექტი აქვს მით უმეტეს გერბერს, რომელიც შეიძლება რომელიმე რაკეტას ჰქონდეს, მაგრამ მაინც ისმის კითხვა, აბა რაღა არის სამხედრო თავდასხმა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად უკრაინაში ბოლო წელიწად ნახევარი ორი წელია პრაქტიკულად უპილოტოების, ასე ვთქვათ, ტაქტიკური ბრძოლები მიდის ფრონტის ხაზზე იქნება თუ რუსეთი, როდესაც ცდილობს კიევის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვას და ენერგეტიკულ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას და თავის მხრივ უკრაინელები სწორედ უპილოტოებით ცდილობენ რუსეთზე იერიშის მეტანას, მათ შორის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე თუ სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ასე რომ დიახ, რა ჩემი შეფასებით არის თავდასხმა დრონებით საჰაერო სივრცის დარღვევა. აქვე ჩნდება კითხვა, აი რა შეიძლება იყოს ლოგიკური ნაბიჯი და ქმედითი ნაბიჯი ნატოს მხრიდან ამ შემთხვევაში იმისთვის, რომ პუტინმა ეს მიიღოს რაღაც სერიოზულ ნაბიჯად, ხო? ერთის მხრივ თუ კი ნატო ღიად ჩაერთვება ომში რუსეთთან, ეს გასაგებია, რომ თავის მხრივ გამოიწვევს ღიად ჩართვას ჩინეთის, ინდოეთის და რუსეთის სხვა მოკავშირეების და ეს ახალი მსოფლიო ომია, ახალი მსოფლიო ომი არავის უნდა ამ ეტაპზე დედამიწაზე, შესაბამისად ჩნდება კითხვა მაშინ რა უნდა ქნას ნატომ. ჩემი აზრით ძალიან ლოგიკური და ადეკვატური ნაბიჯი იქნებოდა, თუ კი შეიქმნებოდა მაგალითად პოლონეთის და უკრაინის ერთობლივი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც იმოქმედებდა პირობითად არა მთელს უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ მაგალითად მხოლოდ დასავლეთ ნაწილზე, ანუ იქ სადაც პოლონეთი და უკრაინა ერთმანეთს ესაზღვრებიან, ეს თავის მხრივ რამდენიმე შედეგს გამოიღებდა. ერთის მხრივ ეს იქნებოდა უშუალოდ საბრძოლო გამოცდილების მიღება პოლონეთისთვის, იმიტომ რომ ახლა უკრაინას ძალიან კარგი საბრძოლო გამოცდილება აქვს რუსული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში და ამას პირდაპირ ბრძოლის ველზე მიიღებდა პოლონეთი ამ სამხედრო გამოცდილებას. მეორეს მხრივ დაცული იქნებოდა პოლონეთის და შესაბამისად ნატოს საჰაერო სივრცე, თუ კი ეს უპილოტოები პირდაპირ უკრაინის ცაზე ჩამოვარდებოდნენ, ხოლო რას მისცემდა ეს უკრაინას. ეს უკრაინას მისცემდა თავისი საჰაერო სისტემების ამოსუნთქვის საშუალებას, ასე ვთქვათ, დასავლეთ ოლქებიდან მოხსნას და თუნდაც ცენტრალურ უკრაინაში ან აღმოსავლეთ უკრაინაში ამ თავისი სისტემების გადატანას და ასე ყველა მიიღებდა სარგებელს და პუტინიც ნახავდა, რომ ნატო არ ხუმრობს და მზად არის ქმედითი ნაბიჯებისთვის. აქვე ძალიან დიდი ხანია მაქვს ასეთი კითხვა, პასუხგაუცემელი, რატომ შეიძლება ჩაითვალოს რუსეთზე თავდასხმად, თუ კი უკრაინის საჰაერო სივრცეში ნატოს მოკავშირეები ჩამოაგდებენ რუსულ უპილოტოებს ან რუსულ რაკეტებს. ჩვენ ვიცით, რომ უპილოტოების და რაკეტების გაშვება ხდება რუსეთის კონტროლებადი ტერიტორიიდან და არავინ თხოვს ნატოს, რომ იქ ჩამოაგდოს ეს გამშვები მანქანები, ასე ვთქვათ, არამედ როდესაც შემოფრინდება უკრაინის სივრცეში, იქ რომ დაეხმაროს ნატო მოგერიებაში, აი ამ უპილოტოების და რაკეტების რა დაშავდება, ეს ხომ არ იქნება რომელიმე რუსი ჯარისკაცის პილოტის მოკლა. მე აქვე შეგახსენეთ, რომ ნატოს წევრმა თურქეთმა ეს გააკეთა, როდესაც ჩამოაგდო რუსული ავიაგამანადგურებელი და მოკვდა რუსი პილოტი, თუმცა რაღაცა დიდი კატასტროფა არ მახსოვს, რომ ამას მოყოლოდას და რაღაცა რუსეთს დარტყმა მიეყენებინოს არათუ რომელიმე ნატოს რომელიმე ქვეყანაზე, არამედ უშუალოდ თურქეთზეც კი. ცოტა დაიძაბა ეგ დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ მალევე გაერკვენ ყველაფერში. ასე რომ ვფიქრობ, რომ თუ კი ნატო უფრო გააქტიურდება ამ მხრივ და ამ შიშის ქვეშ არ იცხოვრებს, რომ რას იზამს რუსეთი, იქნება უკეთესი როგორც უშუალოდ ნატოს წევრი ქვეყნებისთვის, ასევე უკრაინისთვის. და ეს რომ ასე იქნება, მიუთითებს კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, ნაბიჯი. ჩვენ მეკითხარით, რომ საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და ნიდერლანდებმა გარკვეული ნაბიჯები გადადგეს და თავის მხრივ პოლონელებმა გააგზავნეს გარკვეული ჯგუფი, სამხედროების ჯგუფი უკრაინაში გამოცდილების მისაღებად, თუ როგორ მუშაობს უკრაინა დრონების წინააღმდეგ. ასე რომ თუ კი ამას მივხვდნენ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი
იმედი მაქვს და მინდა რომ იმასაც მივხვდნენ რომ შექმნან ეს საერთო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც თუ მთელს უკრაინაზე ვერ გაავრცელებენ, დასავლეთ უკრაინაზე მაინც გაავრცელონ და ასე მიიღონ თვითონაც საბრძოლო გამოცდილება და ასევე თქვათ უკრაინასაც მისცენ ამოსუნთქვის საშუალება. დაწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ ამ მოსაზრებაზე, თუ კი რაიმე სხვა იდეებიც გაქვთ, რა შეიძლება ყოფილიყო ნატოს მხრიდან, ასე თქვათ, ნაბიჯი, ადეკვატური, ამასაც მოვისმენდი და კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ამდენი ხანი მიყურებთ, გააშიარეთ ვიდეო თქვენ სოციალურ ქსელებში და ლაიქეთ და თუ კი არ გაქვთ გამოწერილი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ. ახლა გადავიდეთ, ასე ვთქვათ, ზაპად 2025-ზე, ერთობლივ წვრთნებზე, რომელიც ბელარუსში დაიწყო, ამას მოყვა ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, ასე ვთქვათ, პოლონეთმა დაკეტა მთელი საზღვარი, ყველა გამშვები პუნქტი, რომელიც ბელარუსთან აკავშირებს, ასევე მოიქცნენ ბალტიის ქვეყნები და დამატებით პოლონეთმა 40,000 ჯარისკაცი გადაისროლა აი ამ საზღვარზე. ეს ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ პოლონეთი შეშფოთებულია ამ წვრთნებით და არ გამოირცხავს პროვოკაციას და შესაბამისად ცდილობს ადეკვატურად დახვდეს. თავის მხრივ ბელარუსი ეცადა რომ ასე ვთქვათ დაემშვიდობინა მისი დასავლელი მეზობლები, იგულისხმება ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი და აღნიშნა რომ ეს წვრთნები ჩატარდება ბელარუსის აღმოსავლეთ რეგიონებში და არა დასავლეთით, ანუ რომელიც ესაზღვრება ნატოს წევრ ამ ქვეყნებს. თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც გითხარით, პოლონეთი რაღაც აქტიურ ნაბიჯებს დგამს ამ ყველაფერზე. ეს წვრთნები მოიცავს დამატებით 13,000 სამხედროს მობილიზებას და ერთად თავმოყრას ასევე დისლოკაციის ადგილებიდან შეარაღების გამოყვანას და ასე შემდეგ. შესაბამისად 13,000 ადამიანი საკმარისია არა მხოლოდ რაღაცა დიდი სამხედრო წვრთნების შესატარებლად, ასევე შემდგომი ინტერვენციისთვის, მით უფრო რომ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ კავკაზურ 2008-ის მერე საქართველოში შემოჭრა მოხდა რუსეთის მხრიდან, ხოლო უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრასაც სწორედ მსგავსი ტიპის წვრთნები უძღოლოდა წინ და ეს შესაძლოა სულაც არ იყოს თქვათ დასავლეთის ქვეყნები, არამედ ისე უკრაინა, იმიტომ რომ ჩერნიჰევის ოლქი, ასე ვთქვათ, პირდაპირ, რომელიც კიევის შემდეგ ჩრდილოეთით უახლესი არის ბელარუსთან საზღვართან, შეიძლება აი აქ მოხდეს შემდეგი მანევრი, ასე რომ არავინ იცის რა მოხდება ამ წვრთნებზე. ამ წვრთნებზე დაკვირვება საინტერესო იქნება რამდენიმე თვალსაზრისით, მათ შორის იმ თვალსაზრისით, თუ რა ტიპის წვრთნები ჩატარდება, ეს იქნება რაღაც შეტევითი ოპერაციები, თავდაცვითი ოპერაციები, გამოიყენებენ თუ არა ლოჯისტიკურ დანაყოფებს, მოხდება თუ არა მდინარეების ფორსირების წვრთნა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თუ ეს ყველაფერი მოხდება, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს წვრთნები მიზნად ისახავს შემდგომ, ანუ ჯარების გავარჯიშებას შეტევით ოპერაციებში. თავის მხრივ ბელარუსში კიდევ ხდება გარკვეული საინტერესო მოვლენები და ამით პარალელურად გადავიდეთ ტრამპზეც, უკვე მეორე პარტია პოლიტპატიმრების გაათავისუფლა ლუკაშენკომ, ასე რომ ვთქვათ. ეს ყოველთვის მისასალმებელია, როდესაც ესეთი ჰუმანიტარული აქტები დგება და ამ მხრივ ამერიკის ძალისხმევა ნამდვილად მისასალმებელია, რომ ათეულობით და ასეულობით პოლიტპატიმარის დახსნა მოხდა ლუკაშენკოს ციხეებიდან, თუმცა რა იყო ამის ფასი, ასე ვთქვათ, რატომ აკეთებს ამას ამერიკა და რატომ აკეთებს დათანხმდა ამას ლუკაშენკო ახლა. და აქ ისევ, ასე ვთქვათ, იმ მიდგომას უნდა გაუსვათ ხაზი, რასაც ქვია ბიზნეს, საქმიანი გარიგებები. შედეგად, ასე ვთქვათ, ბელავიას, ბელარუსულ ავიაკომპანიას მოიხსნა სანქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ბელავიამ შეიძლება ძალიან თავისუფლად იფრინოს ამერიკაში. ეს კი თავის მხრივ არის ირიბი სანქციების მოხსნა რუსეთზე, იმიტომ რომ ახლა შესაძლებელი გახდება, რომ პირობითად ბელავიას რომელიმე ბორტმა მოსკოვი, მინსკი და მინსკიდან უკვე ნებისმიერი მიმართულებით ფრენა შეასრულოს. რაც რუსეთს ასე ჭირდება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ჩვენ როცა ვახსენეთ, რომ პოლონეთმა საზღვარი დაკეტა ბელარუსთან, ეს საზღვარი დაკეტა მათ შორის იმ ტრაილერებისთვის, რომლებიც ბელარუსიდან ევროპაში გადიოდა და გაქონდა პროდუქტი და ხშირ შემთხვევაში ეს იყო არა მხოლოდ ბელარუსის წარმოებული პროდუქტი, არამედ რუსული პროდუქტი, რომელსაც იარლიკები ჰქონდა გადარტყმული, ვითომ ბელარუსული იყო და ასე გადიოდა რუსული, ასე ვთქვათ, პროდუქტი
პროდუქტი ევროპის ბაზარზე. შესაბამისად, მას როდესაც ეს ჩაიკეტა, ახლა ამერიკამ ასე ვთქვათ გახსნა ბელავიას მეშვეობით ფრენები. ასე რომ კი ერთის მხრივ ნამდვილად მისასალმებელია იმ ადამიანების ბედი, რომლებაც ლუკაშენკოს პოლიტპატიმრობას თავი დააღწიეს, თუმცა აქვე ხაზგასმელია, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ვერ რჩება ბელარუსში, იმდენად რთული სიტუაცია და ქვეყნიდან წასვლა დეპორტაცია უწევთ, მაგრამ ისიც კარგია, რომ ციხეში არ არიან და მეორეს მხრივ, ამითი ბელარუსი და რუსეთი მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს და პლუს ტრამპი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას აქვს ასე ვთქვათ გარკვეული სწრაფვა, დაულოკებელი სწრაფვა, რომ როგორღაც დროზე დამთავრდეს ეს ომი, იმისთვის რომ სრულფასოვან ეკონომიკურ ურთიერთობებში შევიდეს რუსეთთან და მე თავში ვახსენე, რომ ტრამპი ალიასკას ხაფანგშია, ასე ვთქვათ. როდესაც ეს ალიასკას სამიტი ასე ვთქვათ დაანონსდა, ყველა და მათ შორის ყველა შეიძლება გადაჭარბებული იყოს, მაგრამ უმრავლესობა დამკვირვებლების და მათ შორის მეც ვამბობდი, რომ გაუგებარია ამ სამიტის აზრი და მნიშვნელობა და მალევე დადასტურდა, რომ ასე იყო. ტრამპმა იქ ვერაფერს ვერ მიაღწია, პირიქით მოხდა პუტინის საერთაშორისო იზოლაციის გარღვევა, თუმცა მიუხედავად ამისა, ტრამპმა დაიწყო აი იმ ბოლის დაყენება, რომელიც ჩვეულებრივ თვითონ იყო ეს ხო ძალიან წარმატებული სამიტი და ახლა არის აი ამ სიტყვების მძევალი, იმიტომ რომ თუ კი ამ სამიტამდე ვთქვათ იმ ბარბაროსულ თავდასხმას, რომელსაც კრემლი ახდენს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე, ის ასე ვთქვათ გმობდა და ამბობდა, რომ ეხლა მე სამაგიეროდ დაუწესებ სანქციებს, ეხლა ამასაც კი ვეღარ გმობს, იმიტომ რომ თუ კი ამას დაგმობს, გამოვა რომ აი ეს სამიტი იყო წარუმატებელი. შესაბამისად, აი ამ რაღაცნაირ ხაფანგშია და გამოსავალს ვერ პოულობს ვერაფრით. ჩემი აზრით ის ეძებს რაღაც დამნაშავეებს, ვინ დაადანაშაულოს იმაში, რომ ეს ომი არ სრულდება, მას კი უნდა ამ ომის დასრულება, მაგრამ ხან ზელენსკი უშლის ხელს, ხან პუტინი უშლის ხელს, ახლა ევროპელები უშლიან ხელს. მოკლედ აი ამ რაღაცა სპირალში არის ტრამპი ასე ვთქვათ გაჭედილი და გამოსავალს ვერ პოულობს, მიუხედავად იმისა, რომ გამოსავალი ასე თვალსაჩინო არის და ეს გამოსავალი არის სწორედ უკრაინის დახმარება და რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლის განხორციელება იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ როგორღაც ეს ომი დასრულდეს. იმისთვის, რომ ეს ომი დასრულდეს, რეალური ცვლილებები უნდა მოხდეს ფრონტის ხაზზე. ფრონტის ხაზზე კი პრაქტიკულად არაფერი ხელშესახები არ ხდება, განსაკუთრებით ბოლო 10 დღის განმავლობაში. კი გრძელდება, ასე ვთქვათ, რუსული ჯარების თავმოყრა დონეცკის ოლქში, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ამ საშემოდგომო კამპანიის ფარგლებში მოხერხდეს დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა, თუმცა ეს ჯერჯერობით არაფერი ამ მიმართულებით წინსვლა არ არის, პირიქით პოკროვსკის და კუპიანსკის მიმართულებაზეც უკრაინელები იბრუნებენ გარკვეულ პოზიციებს, უკაზეს ჩანს, რომ თუკი წინა დღეებში უფრო მეტად იყვნენ წინ შესულები რუსული მოიერიშეები, ახლა უკრაინელებმა აღადგინეს კონტროლი გარკვეულ სოფლებზე, განსაკუთრებით ეს თვალშისაცემია, როგორც თქვენ ხედავთ კუპიანსკის მიმართულებაზე, თუკი გარკვეული, ასე ვთქვათ, ნახევარ წრესავით იყო კუპიანსკის გარშემო, ახლა გარკვეული პოზიციები უკრაინელებს დაბრუნებული აქვთ, თუმცა ეს რეალურად რამდენიმე კვადრატულ კილომეტრზე არის საუბარი პლუს მინუს, შესაბამისად რო ითქვას, რომ რაიმე ხელშესახები ცვლილება არის ამ მიმართულებით ფრონტზე არა, პრაქტიკულად გაყინული არის, ისე როგორც იყო ალბათ 2 კვირის წინ, ზოგადად ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ჩავარდა საზაფხულო რუსული შეტევა და იმ შედეგებზე ვერ გავიდნენ რუსები, რაც უნდათ ნახოთ, რას მოახერხებენ ისინი საშემოდგომო კამპანიის დროს. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა რომ მიყურეთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დალაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. მადლობა რომ ხართ არხის გამომწერები, თქვენ კი ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, შეგიძლიათ ახლა გამოიწეროთ. მადლობა ამისთვის, ხოლო დონაციის სრულებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ აღწერაში არის ანგარიშის ნომერი. მადლობა ამ დროებით.